როდესაც ივანიშვილის გუნდის კრიტიკა იზრდება, ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ საპირწონედ დაიწყო ქების ახალი სერია ბიძინა ივანიშვილთან და მაგალითად ვრცელდება იდენტური ტექსტები ბიძინა ივანიშვილის საქებრად და წერენ აბსოლუტურად ყველა, რომ ივანიშვილის გარეშე საქართველოს წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანმა თავისი ოჯახის უსაფრთხოებაც დადო სასწორზე ქვეყნისთვის და აბსოლუტურად ყველას მუნიციპალიტეტების საკრებულოების თუ სხვადასხვა ქალაქის მერებს ყველას ერთდროულად მოუნდა რომ იდენტური ტექსტი დაეწერა და ბიძინა ივანიშვილისთვის ქება დიდება მიეძღვნა, თუმცა თუ აქამდეც გვინახავს მაგალითად მსგავსი მაქებარი სიტყვები, მათ შორის მუნიციპალიტეტების წარმოადგენლების მხრიდან ახლა უკვე ხმოვანი შეტყობინებაც გავრცელდა და ამას დიმიტრი სამხარაძე საკუთარ გვერდზე ცდებს და სხვაებიც აზიარებენ, სადაც ზუსტად იგივე ტექსტი არის, რასაც წერენ მათ შორის Facebook გვერდებზე და აქებენ ბიძინა ივანიშვილს. ვინ აღმოჩნდა ივანიშვილის მაქებართა სიაში? არიან ოცნების ახალგაზრდულის წევრები, ასევე ქარელის მერი, რომელიც ივანიშვილთან გადაღებულ ფოტოსაც ტვირთავს და ასე ურთავს იდენტურ ტექსტს, აქებს ივანიშვილს და ზუსტად იდენტურ ტექსტს ავრცელებს ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარეს და სხვადასხვა აიპების ხელმძღვანელებიც ხმოვან შეტყობინებას მათ შორის ავრცელებს დავით ქირიკაშვილი, რომელიც არის ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზუსტად იმავე ვოის ავრცელებს, რაც თითო სამხარაძის გვერდზე არის და ჩვენ მასთან გადავამოწმეთ ინფორმაცია ამ ყველა ადამიანმა სად მიიღო შეტყობინება, რომ ივანიშვილის მაქებარი ტექსტები ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში უნდა გაევრცელებინათ, ეს იყო თუ არა პარტიული დავალება, რადგან ხმოვანი შეტყობინება, რომელიც Facebook გვერდზე ატვირთეს, ჩანს რომ არის WhatsApp-ზე გავრცელებული, შესაბამისად დავინტერესდით ყაზბეგის საკრებულოს თანამშრომელი თუ იტყოდა ვისგან მიიღეს დავალება მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, რომ ივანიშვილის მაქებარი ტექსტები ახლა გაევრცელებინათ, თუმცა მან ამაზე საუბარი არ მოისურვა და არ გათქვა ვისი დავალებით მოქმედებდა აბსოლუტურად ყველა, როცა ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში ერთი და იგივე ტექსტები გაავრცელეს. სადაც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ქართული ოცნება. ეს ყველა უნდა გაითავისოს. არ არსებობს ეგეთი საქართველო. იმიტომ ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. თავისი უსაფრთხოება და სიცოცხლე კი არა. მისი შვილების, ცოლის, შვილიშვილების უსაფრთხოება და თუ ამ თემაზე და ბიჭო ქართველები ვარ და არ შეიძლება თქვენ რომ ვოისი ქონდათ გავრცელებული Facebook-ზე, ეს პარტიულ ჩატში ჩავარდა, მითითება მიიღეთ თუ როგორ მოხდა, რომ ივანიშვილის საქებარი ტექსტები გაავრცელეთ ყველამ ერთდროულად? მე რასაც ვეთანხმები, ის გავავრცელე. არაფერი ჩატში ჩაგდებული არ ყოფილა. WhatsApp-იდან არის ეგ ვოისი, რაც გიდევთ Facebook-ზე და სად გამოაგზავნეს, ეს პარტიული დავალება იყო? თქვენს რა მნიშვნელობაა, არავითარი დავალება არ ყოფილა. მე რასაც ვეთანხმები, ის ჩემ გვერდზე გავაზიარე. ეს თქვენი ხმა არის, ბატონო დავით? კომენტარის გაკეთებას მეც არაფერს არ თქვენი ხმა არის თუ თითო სამხარაძის? ბატონო დავით, ვინ დაგავალათ? ეს კამპანია რა გინდოდათ? აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ქება შეკვეთილია, რომ რეალურად არავის თავისით არ მოსვლია აზრად ივანიშვილისთვის ერთსა და იმავე საღამოს მაქებარი სტატუსები იდენტური ტექსტებით გამოექვეყნებინათ და ეს ქება დასჭირდათ მათ აქტივისტების შეფასებით, იმიტომ რომ ბოლო 2 დღეში ნახეთ დაკავებების სერია, 10-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული, მაშინ როდესაც ისინი ივანიშვილის ბანერებით გადაადგილდებიან ქვეყანაში მიმდინარე ტერორზე, სწორედ ივანიშვილს აკისრებენ პასუხისმგებლობას, ამბობენ რომ ეს ერთგვარი ქება დიდება ახლა ქართულ ოცნებას სჭირდება იმისთვის, რომ ერთი შიდა პარტიაში გაიმყაროს გავლენები, ივანიშვილის კრიტიკა რეალურად სწორედ ამ გზით უნდა რომ გააბათილონ, თუმცა მათი შეფასებით ყველა იაზრებს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება, რომ აქტივისტებს აკავებენ ფაქტობრივად ყოველდღიურად, მათთვის მინიმალური მიზეზი არის
საკმარისი რომ ხალხი ციხეში გაუშვან, ამას ვერანაირი ქება დიდებით ივანიშვილისთვის ვერ გადაწონიან, რადგან ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ახლა რეპრესიებია. დღეს ნახეთ პარტიულ ჩატებში გაჟღერებული ვოის სავარაუდოდ თითო სამხარაძის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ მოკლედ ბიზნეს გარეშე საქართველოს არსებობა არ შეუძლია და ამ ადამიანმა ყველაფერი გადადო ამ ქვეყნის უზა მთელი ამბები რა. ეს არის მესიჯ ბოქსი, რაც დაალაგეს ალბათ იმ აქციების მერე ხა რაც ხდებოდა ბიზნა უნდა ისე წარმოაჩინო როგორც ქვეყნის ბელადი და ასე შემდეგ, ხო? და რეალურად რას ამბობენ ეს ადამიანები, ანუ სასაცილო არის ის რომ 3000 წლოვან საქართველოს ისტორიაში, რა ვიცი, დავითის, თამარის, ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში გვეუბნებიან რომ ბიძინა ივანიშვილი რო არა ეს ქვეყანა რაღაც არ იქნებოდა და განადგურდებოდა და ასე შემდეგ და ეს ბელადომანი ის აი ამ რაღაცა ავტორიტარულ მესიჯ ბოქსებს ავრცელებენ პირველ რიგში თავის გუნდის წევრებთან რომ აი ეს გააჟღერონ ყველასთან რომ ხალხს ანახონ რომ აი ბიზნეს გარეშე უბრალოდ ეს ქვეყანა ვერ განვითარდება და რეალურად რა არის სახეზე გვაქვს რა რომ რეალურად ეს ქვეყანა ბიზნეს გარეშე იქნება ბევრად უფრო წარმატებული ბედნიერი თავისუფალი ადამიანებს რო იჭერენ და აჯარიმებენ და ეხლა ციხეში ყავს მაგის გამო ხალხი არ არის გასაკვირი რომ თითო სამხარაძე ნებისმიერი სხვა რაღაცა ესეთ სიგიჟეს იძახდეს ბიზნა ივანიშვილზე არ ვიცი მე მგონი ამ ქვეყანაში არსებობს ადამიანი ვისაც ბიზნა ივანიშვილის სახელმწიფოს ან რაიმე მნიშვნელობას წარმოადგენს ეს რაღაცა კულტი შექმნა ბიზნა ივანიშვილისგან ძალიან უნდა და ძალიან ცდილობენ საქართველოს მოღალატე და მტერი არის ბიზნა ივანიშვილი და არა თუ რაღაც საქართველოს სახელმწიფოზე გათანაბრება შეიძლება ბიზნა ივანიშვილს არამედ ძალიან მაგრამ ამის შეძლება გვექნება ციხეში უნდა ნახოთ ბიზნა ივანიშვილი თავის სხვა მონამორჩილებთან ერთად ქართულ სისტემას უჭირს იმიტომ რომ მათ არ აქვთ ის რესურსი რაც შესაბამისად ჭირდება ქვეყნის მართვას. ისინი ერთ ადამიანზე დამოკიდებული და მათთვის მიუღებელია სხვისი აზრგანსაკუთრებული თანაპარტიელები, ის მათ ყავს. ისინი არიან ერთი ადამიანის გამართული და სწორედ ეს არის ის ბიზნა, ვინც ამას იყენებს როგორც თავიანთ ჭანჭიკებს. ქართულ მოსწავლემ გადაწყვიტა იმ პრიმიტიული ფაქტით, რომ შესაძლებელია, როგორც დაიჭერს საკუთარი ბელადი და საზოგადოებაში გააჩინოს იმის განსა, რომ თითქოს ხალხს ივანიშვილი უყვარს. Başarısızlık boloruz gamolada şirketler blaksiyelde aktivistების მიერ წურს, გავყავთ ბანერებს, სადაც ისინი საზოგადოების აზრს გამოხატავენ, რომელიც არ მოსწონს საქართველოს და ცდილობს, რომ დაკავებებით და დაშინებით როგორაც გააჩეროს. ამას მსგავსად სწორედ გალანდელი ეს კამპანია, რომელიც დაიწყო საქართველოს ისტორიაში. როგორც აქტივისტები ამბობენ, ეს არის ყალბი დიდება, ივანიშვილის და ქება. არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოსაწონი, ამის გარკვევას ვცდილობთ მისი პარტიის წევრებისგან.